ლანძღვა გინების კორიანტელი ისმის გნებას გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ გნებას ახლა დაყენეს არც იყო აღსაყდრებული ლანძღვა გინება იარლიყია გზად ასიასავლეთ დასავლელმა ბოსემ ამ რეგუნებს ჭკუას უსტებს რუსი დაუძახოს ოღონდ დაუსაბუთებლად რატო და თვითონ იღებენ წინეს ორმაგი სამაგი აგენტები არიან თქვენ რომ იცოდეთ ეს გამჟღავნებულა ფაქტები არსებობს ამაზე მაგრამ არ გის მაგაზე ლაპვერტ ყველა სინანონიმი ისეს ეს არიან საქართველოს მართლმადიდებლობის და ჩვენი ქართული მეობის მტრები ესენი არა მამონას მონები ფულზე გაკიდული ყდარისულები და ღმერთმა გამოაცოცხლოს რა არის საოცარი რომ ქართველს 20 საუკუნე მართლმადიდებლობით ადიდებდი ღმერთს ეწირებოდი ესე ამდენი მოწამე არც ერთ დიდ ეგრეთ წოდებულ ერებს მრავალი სხვას არ აკავს და შენ დღეს აფურთხებ მართლმადიდებლობას და ვერ ვიღაც კიდე სუბელიანი ანა სოდომიტ საზოგადოების ლესბიანკათან თანათავმჯდომარე რამოდენიმე წლის წინ როგორ აგინებდა აღდგომის დღეები ხომსგებს ის პატრიარქს ეკლესიას მართლმადიდებლობას და საგალობლებსაც კი როგორის ნეტაცემული უნდა იყო მაგათთვის ხო არ არსებობს ცნეობა არაბუნებითი ცოდვებით არიან მკვდრები კაცი ქალი ხდება ქალი კაცი ხდება ტრანსგენდერებით დაემატა კიდევ საწოდავი ადამიანები მაგათ არიციან აელოდებათ არიციან როგორც წმინდა სერაფიმ საროელი ამბობს ადამიანებმა რომ იცოდნენ რას კარგავენ 64 სახით და რა ელოდება ჯოჯოხეთის სახით მეხსეულად თანდათანობით მეხსეულად შეიცვლიან ცხოვრების წესსა და მსოფლმხედველობას მაგაზე ხო ეგენი არ ფიქრობენ უარესი დრო იქნება ეხლა ცოტა გაიწელა წიგნის ბეჭდ და ქვეყნიერების აღსასრულზე რომ თარგმნე უამრავი ძველი და ახალი წინასწარმეტყველება ჩემგან გამომკიდებელი მიზეზების გამო გაიწელა სტამბიდან გამომდინარე და ერთი სული მაქვს როდის აიკითხავთ აღწერილია სურათებით ჩვენი თანამედროვე საუკუნეებით ადრე და უახლესი მომავლიდან როგორები იქნებიან ადამიანები სახელმწიფოები რა მოხდება დედამიწაზე და ასე შემდეგ ნაწილობრივ ეს პროცესი დაწყებულიც არის